საღამო მშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო. დღეს თქვენზეა ქალბატონებო ეს კარტის გაშლა ბედ გამონაცვალებზე. თქვი თქვენი სახელი, ჩაიფიქრეთ თქვენი სურვილი და ვნახოთ რა გელოდებათ. და დავიწყოთ. ჩემო კარგო, ვხედავ აქ ორი ახალგაზრდა ბიჭი ამოგივიდა. ამჟამად ცოტა საეჭოთ დგეხარ. აი რაზეც ხლაფორთები გაქვს და საეჭოთ დგეხარ, მაგაზე ძალიან დიდი სიხარული გიჩანს ჩემო კარგო. ეს პერიოდები ცოტა არ იყოს სურვილის შესრულებებზე, ცოტა ნერვიულობები გიჩანს. ამოგივიდა ბედგამონაცვალი მამაკაცი ამ ფორმიანია, სადღაც კაზიონის სახლი და რაღაცა მაგიდით ამოგივიდა ეს პიროვნება. შენ თანხა ამოგივიდა ჩემო კარგო. თანხა გიჩანს მომავალში, რაღაცა ძალიან დიდი საქმის მოგვარება გიჩანს. მაგრამ რა არის იცი, რაღაცნაირად შეზღუდული ხარ. წარმატება გიჩანს, მაგრამ ძალიან დიდი დარდი ან ცოტა არ იყოს ავანტყოფობა ამოგივიდა. ამაზე იყავი ფრთხილად. კარგი, სანამ გავაგრძელებთ, ვიდეოს მოწონება არ დაგავიწყდეთ მეგობრებო. და შეგახსენებთ მაგას, საახალწლო ფასდაკლებები ისევ გრძელდება. შეგიძლიათ დამერეკოთ WhatsApp-ში 557 64 38 91. ნახოთ კიდე რა ხდება. ოხო, რა ძალიან დიდი ჯავრი და ნერვიულობა ამოგივიდა. კაზიონის სახლის თაობაზე რაღაცა საუბარი გექნება, ლაპარაკი გელოდება, საქმის მოგვარებაც გიჩანს. ამ შენ სიყვარულში, თუ სიყვარულზე გული გეწვება, აუცილებლად რაღაცა მოულოდნელობა გელოდება ჩემო კარგო. ეს პერიოდი ცოტა ფრთხილად იყავი. დარდი და ჯავრი ერთად ამოგივიდა. ნერვიულობა ამოგივიდა, მაგრამ რა, ხედავ, ნერვიულობის მერე რამხელა სურვილის შესრულება მაინც გელოდება. პატარ-პატარა ცვლილებები გელოდება, სიხარული და პატარა თანხები გელოდება ჩემო კარგო. ვიღაცა ქალბატონის საღამოს გზით რაღაცა მაგიდა გელოდება. შავგურემანი ქალბატონია ან ქრივი სიხარულით და გზით ამოგივიდა. კარგი, ნახოთ კიდე აბა, რას გვეტყვის კარგი. აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი ძვირფასო მეგობრებო. ნახოთ რაზეც შეფერხება გაქვს რა გელოდება. ძალიან საეჭოთ დგეხარ, შეფერხებით დგეხარ, ასე გონია არაფერი არ გამოგივა. იწვალებ ცოტას, მაგრამ სურვილი შესრულება მაინც გელოდება ჩემო კარგო. გული ძალიან დარდიანი გაქვს და ჯობია, ნუ ნერვიულობ. სადღაც მაგიდას ვხედავ. მაგიდა ცოტა სანერვიულო, ან შეიძლება ხმამაღალი ლაპარაკი მოხდეს, შეიძლება პატარა სანერვიულო შეგხვდეს ამ მაგიდაზე, ამაზე იყავი ფრთხილად. დარდები და განცდები კი გაქვს, ძალიან შეფერხებები გიჩანს, მაგრამ სურვილის შესრულება გელოდება. აქ ვიღაცა ახალგაზრდა გოგონასაც ვხედავ, ამასთანაც ფრთხილად იყავი, შეიძლება ცოტა ხმამაღალი ლაპარაკი ან რაღაცა პატარა ნერვიულობა შეგხვდეს ჩემო კარგო. ამ ნერვიულობისა და ტვინის არევის მერე არაერიო ტვინი, არ ინერვიულო, იმიტომ რომ შენ რაც გინდა, მაინც იმას აკეთებ. ახლა დროებით გემშვიდობებით, ნახვამდის.